კარგი. ზელენსკი რომ ჩინურ-რუსულ კორუფციებში გაიჭედა და ყველა გაგვჭედა ეს გავარკვიეთ. დავალოდათ როდის გამოიჭედება და მანამდე ჩვენს გაყიდულ ოპოზიციაზე და ხიხოსთან შეთანხმებულ ოპოზიციაზე და ხიხოს ჩვარ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ. სექტემბერში არჩევნებამდე გვარამიამ რო დადო ვითომ გამოკითხვა ვითომ ბრიტანული კომპანიის რომ ჩვენ ამდენს ავიღებთო კოცები იმდენსო მაშინვე დავწერე პოსტი რომ ეს არის ის პროცენტები რომელზედაც გვარამია შეუხთანხმდა ივანიშვილს რომ ვის რამდენი დაუწერონ და ამ პროცენტებით უნდა გამოსულიყო გვარამია მთავარი ოპოზიცია ხიხომ ზუსტად ის პროცენტები დაუწერა, რაც შეპირდა, ოღონდ მხოლოდ იმ უბნებში, სადაც ეს ვითომ ელექტრონული ხმის მიცემა იყო და იმ ძველებურ უბნებში გადააგდო. კიდე კარგი რომ ხიხოს ხიხობამ ძლია და გადააგდო გვარამია, თორე დღეს ბევრად უფრო დებილურად ვიქნებოდით, ვიდრე ვართ. დღეს ის მაინც ჩანს რომ მოპარულია არჩევნები და არავინ მას ამ არჩევნებს არჩევნებად არ აღიარებს, თორე მოპარული არჩევნები აღიარებული იქნებოდა ხიხოს გვარამია რო არ გადაეგდო. ახლა რას ჩალიჩობენ წინა ტრიუკი ხო გავიარეთ. რას ჩალიჩობენ ახალს შემოდგომაზე ხო უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნები და ამ თვითმმართველობის არჩევნებზე გვიმზადებენ ახალ დებილობას. თან ბჭობენ, ვითომ ვერ გადაუწყვეტიათ შევიდნენ თუ არა საერთოდ ამ არჩევნებში, ითანამშრომლონ თუ არა არჩევნებში ხიხოსთან და 8 მარტს ინგა გრიგოლიამ დადო ასეთი პოსტი. მე მგონი დაბადების დღე ქონდა 8 მარტს და 54 წლის გახდა. და დაწერა ასეთი პოსტი. ახლა რომ მითხრან რას ისურვებ დაბადების დღისთვისო, მარტო ერთი სურვილი აგისრულდებოდაო. დაუფიქრებლად ვიტყოდი რეჟიმის ყველა ტყვე. შემდეგ რეაქციაში გათავისუფლებული ერთად ვნახოთ ჩემთვის სტუდიაში. რეჟიმის ყველა ტყვეს რო ამბობენ, არ გულისხმობენ სააკაშვილს, გულისხმობენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახიან და ვინც დაჭერილია ნოემბერ-დეკემბერში ახლა. მანამდე ვინც დაჭერილია და რამდენი ათეული პოლიტპატიმარი არსებობს მთელი ამ წლების განმავლობაში, იმათ არ აქცევენ ყურადღებას. და ვითომ თუ ოცნება გამოუშვებს ახლა აი ამ ახალ დაჭერილებს, რომელშიც უმეტესობა ქოცი ოჯახის შვილები არიან, დათანხმდებიან ესენი და შევლენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის მორიგი ნაბოზრობა, მათი მოფიქრებული და უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ამას უკვე ვხედავთ და ეს არ იჭმევა. ჯერ ერთი ძალიან დიდი ცინიკოსობაა, რომ ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა იმას, რომ არჩევნები მოპარეს, გაცვალო იმაში, რომ ხიხოს ახალი არჩევნები ისევ მოაპარინო, ოღონდ მოიპარავს ბევრად უფრო საზიზღრულად, ვიდრე მოიპარა წინა. ეს ერთი ძალიან დიდი ცინიკოსობა და მეორე ის რომ შენ ამით აპრავებ ხიხოს. ანუ ნებისმიერ დროს შეუძლია თავიდან ნებისმიერი ვიღაცა დაიჭიროს ესენი გვარამიები, მელიები, ხაზარაძეები, ვითომ ოპოზიცია და მე ამით ივაჭროს და ნებისმიერი რაღაცა გამოგვაჭროს. თუ ჩვენ მასთან ყოველ ჯერზე აი ამ ბინძურ რუსულ თამაშში შევალთ და ჯერჯერობით შედიან და ყოველ ჯერზე თავს იდებილებენ და ვითომ ჯერათ იმის, რომ ხიხო მოლაპარაკებადია.
და გუშინ დადო, ანუ როდესაც ეს პოსტი დადო ინგამ 8 მარტს, მე ეგრევე გადავაშიარე და დავწერე, რომ ახალ გარიგებას ამზადებენ თქო. და გუშინ დადო უკვე გირჩმა პოსტი, სადაც იგივე წერს. ანუ თუ ერთი წამი ახლა უფრო ზუსტად წავიკითხავ. რომ თითქოს ვერ თანხმდები სხვა საკითხებზე ჯერ წერს რაღაცაზე, რაზეც ვთანხმდებითო ზურაბიშვილთანო და მე წერს რაზე ვერ ვთანხმდებითო. ვერ ვთანხმდებითო მათ შორის ისეთ აზრით პრინციპულ, ჩემი აზრით პრინციპულ საკითხზეც, როგორიცაა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისე რომ არ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. ანუ ვერ შეთანხმებულან თურმე დღემდე შევლენ თუ არა ამ თვითმმართველობის არჩევნებში იმის გარეშე რომ ჯერ ახალი არჩევნები ჩაატაროს ოცნებამ. რამდენი წელია პროტესტი გვაქვს? გავრილოვის ღამიდან გავიდა უკვე მე-6 წელი თავრდება. და ამ 6 წლის განმავლობაში ეს ვითომშმო პოზიცია ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ ერთადერთი მთავარი კი არა, ერთადერთი მიზანი, მხოლოდ ერთი მიზანი უნდა იყოს ქოცების გადადგომა. რომ მე არჩევნებიც ჩვენ თვითონ ჩავატაროთ და ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. აი ამაზე რომ ვერ თანხმდებიან, ეს ვერ შეთანხმება უკვე არის იმდენად აშკარაა, რომ კი არ ვერ თანხმდებიან, ხიხოსთან არიან შეთანხმებულები და ხიხოს აგრძელებენ და ხიხოსთან რო თანამშრომლობენ, იმიტომ იწელება ეს ყველაფერი ამდენი ხანი. რომ ვერასდროს ვერ მოაბეს თავი იმას, რომ რამდენჯერ ხალხი ქუჩაში გამოვიდა 100,000, 200,000, 300,000, იმდენჯერ ეს ხალხი დაშალეს და სახლებში შეიყვანეს. დაშლიან და მე იწყებენ წუწუნს, ხალხი არ გამოდის, ხალხი გამოვა, ისევ დაშლიან, ისევ იწყებენ წუწუნს. დღეს სალომემ დააანონსა რაღაცა ახალი, დააანონსა კი არა შექმნა. რაღაცა ახალი პლატფორმა, სადაც უნდა გაერთიანდეს ყველა, ვინც არ მოითხოვს მიშას თავისუფლებას. ანუ თურმე მიშას თავისუფლების მოთხოვნა ერთიანობას არ ღვევს, ამიტომ ერთიანობა უნდა შეიქმნას ისე, რომ მიშას თავისუფლება იმ ერთიანობაში არავინ არ მოითხოვოს. არა და მიშას გარეშე 2012 წლიდან რამდენი წელი გავიდა, რაც ესენი მიშას გარეშე ფაფხურობენ. და დებილებივით ხან რას ეცემიან, ხან რა ლოზუნგს მოიფიქრებენ, ხან რას ცეცხლი ოლიგარქიას, დგება ხალხის გაზაფხული და მილიონი ასეთი სისულელე დებილობა გვაქვს უკვე გადახარშული. და ვერც აკეთებენ ვერაფერს მიშას გარეშე. ვერც იმას ვერ აღიარებენ, რომ თავიანთი კომპლექსების გამო თავიდან იყო სავარაუდოდ, ახლა უკვე იმის გამო, რომ მიყიდულები არიან ხიხოზე, უბრალოდ თავს მაქსიმალურად იდებილებენ და წელავენ იმას, რომ აღიარონ, რომ მიშას გარეშე არაფერი არ გამოსდით და პირველი და ყველაზე მთავარი საკითხი არის ჯერ მიშას გათავისუფლება და მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი. და სანამ მიშას გათავისუფლების ირგვლივ არ გავერთიანდებით, მანამდე ვიქნებით რუსეთი. ყველა ვინც ამბობს, რომ მიშა არ უნდა, მიშა არ მოწონს, კი უნდა რომ ქოცები შეიცვალონ, მაგრამ მიშა არ უნდა, ავტომატურად უნდა რუსეთი. იმიტომ რომ მე არ მჯერა ისეთი დონის დებილობის,
როგორც უკრაინელებს როცა ველაპარაკები და ვეუბნები რომ არ მჯერა ისეთი დონის გამოშტერებულობის როგორც ისინი ბოლო ანუ რაც ტრამპმა დაიწყო საპრეზიდენტო რბოლა და მერე რაც მოიგო და მერე რაც გაპრეზიდენტდა იმის მერე როგორ სასწაულად დებილურად იქცევა უკრაინული პოლიტიკა ამერიკის თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან მიმართებაში ისე არ მჯერა აი ამ ადამიანების რომ ამ დონის დებილები არიან ეს არ არის დებილობა ეს არის რუსობა შენ თუ არ გინდა მიშა ესე იგი არ გინდა რუსეთის მოშორება ჯერ ერთი თუ შენ დემოკრატია გინდა საერთოდ უნდა გესმოდეს რომ მიშას რამდენი ამომრჩეველი წყავს და რამდენ ხმასაც მიიღებს ნამდვილ არჩევნებში და არა ხიხოს მოწყობილ არჩევნებში იმდენი ეკუთვნის და რომ შენ მიშას ამომრჩეველს ვერ გააქრობ ცდილობს აგერ რამდენი წელია ხიხო გააქრობს მაგრამ ვერ აქრობს რომ გააუქმოს და ანტიკონსტიტუციონურად თუ რაღაცნაირად არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნაციონალური მოძრაობა არც ეს არ იქნება მიზნის მიღწევა ანუ მიშას ამომრჩეველი მაინც არსად არ წავა და არსად არ გაქრება და მიშას ამომრჩეველი ყველაზე მეტია დღემდე ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ბევრს მოუწია გაქცევა ქვეყნიდან ბევრად უფრო მეტი ქოცი გაიქცა ქვეყნიდან ვიდრე მიშას და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი კონკრეტულად მიშას ამომრჩეველს უფრო ვიტყოდი ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხო და სანამ აი ამაზე არ შევთანხმდება ერი რომ გაერთიანება უნდა მოხდეს მიშას თავისუფლების ირგვლივ რომ მიშა უნდა გამოვიდეს და ჩვეულებრივად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და რამდენ ხმასაც აიღებს იმდენს აიღებს მანამდე ვიქნებით რუსეთი და ყველა ვისაც ეს ვითომ არ გესმით ვითომ ეს არ გინდათ ჯღაბნით ხაზავთ ვიღაც გამოსირებულ იაგო ხვიჩიებს შალვა ნათელაშვილებს ისეთ პარტიებს რომლებიც ვერასდროს ვერ აიღებენ გადამწყვეტ რაოდენობა ხმას იმისთვის რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და იმისთვის რომ ხიხო შეცვალონ რაღაცა ჩერგოლეიშვილებს დანარჩენ გამოსირულობებს და გვარამიებს და მელიებს ვერასდროს ვერ აიღებენ ესენი იმდენ ხმას ჯერ ერთი იმიტომ რომ ხიხო არ მისცემს ამის საშუალებას და მეორე დემოკრატიულ არჩევნებშიც ვერ გადალახავენ იმას რასაც ხიხო უხატავს და აი ასეთ არაფრის მაქნის პარტიებში რომ ფლანგავთ თქვენ ხმას, თქვენ პროტესტს, თქვენ რუსთაველზე დგომას ეს არის ჯერ ერთი საკუთარი თავისუფლება იმიტომ რომ აი ასე უსაგნოდ არ გეზარება პროტესტი, უსაგნოდ არ გეზარება გაუთავებლად რუსთაველზე დგომა, უსაგნოდ არ გეზარება ვიღაცისთვის ხმის მიცემა ლიჟბი ხმა მისცე და რომ იმ შენ ხმას მერე რამე რეალური შედეგი მოაქვს თუ არა შენი ქვეყნისთვის ამაზე რო არ ფიქრობ აი ეს ხალხი ყველა ხართ რუსეთის მოკავშირეები ისეთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც რუსეთს ხელებიდან უნდა გამოგლიჯოს საკუთარი ქვეყანა, ეს რომ ვითომ არ გესმის და ვიღაცა ჭუღურუ-პუღურუებზე ხარ ატუზული, ვიღაცა ვითომ გჯერა იმის რომ გვარამი არ ამის გაგიკეთებს რომ ვითომ სალომე რამის გაგიკეთებს რომ ვითომ გახარია რამის გაგიკეთებს ან გირჩი რამის გაგიკეთებს თავს იდებილებ და იდებილებ იმიტომ რომ ხარ რუსეთის მოკავშირე მე ვთვლი რომ ანუ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ცდილობდა რომ ეს მაკონსოლიდირებელი ძალა ყოფილიყო და დღემდე არის კიდევაც მაკონსოლიდირებელი ძალა. ნებისმიერი ერთობა, რაც
აქამდე ყოფილა. ყველა ერთობა ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ არის. მაგრამ ამ ერთობით შემოდიან და მერე ამ ერთობაში თვითონვე ისაქმებენ. ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობაში არიან და ფრი მიშა პლაკატებით არიან რუსთაველზეო ამის თქმას ბედავენ. ბედავენ იმის თქმას, რომ არ თვლიან, რომ მიშა პოლიტპატიმარია და იმის თქმას, რომ იმისთვის, რომ ეს ახალი დაჭერილები მიშასგან გამოაცალკევან, ამათ დაარქვეს სინდისის პატიმრები. იმიტომ რომ პოლიტპატიმარს რო იტყვი, მიშაა პოლიტპატიმარი ყველაზე მთავარი და მე პოლიტპატიმრების თავისუფლებაზე რო ლაპარაკობ, აუცილებლად მიშას თავისუფლებაზე ლაპარაკობ. ამიტომ ახალი სიტყვა გამოიგონეს სინდისის პატიმრებიო. აი ამ ყველა ნაგავს ადამიანი, რომელიც თulis რომ მართლა და ნამდვილად უნდა რომ რუსეთი მოიშოროს, უნდა ჩამოცილდეს ამ პროცესებს, უნდა იგნორიროს ესენი, ირბინონ ამათმა, აკეთოს ხოშტარიამის რაღაცა სამკაციანი აქციები, დაიშალნონ საერთოდ, დაინახონ, რომ არაფერს არ გვანან, არაფერი არ გამოსდით, უაზრო სირბილის და ჭყიპინის გარდა, რომ სამარცხვინოები არიან, რომ სამიცალი არიან, ნაცების გარეშე ნებისმიერი პროტესტი არის სამი კაცი. და როცა იძახის მდინარაძე, რომ მაქსიმუმ 5,000, მაქსიმუმ 7,000-ო, ითulis ნაცების გარეშე. ყველას ნაცების გამოკლებით ითulis და იმიტომ გამოსდის იმდენი, რამდენიც გამოსდის და მართლა ამდენია ყველა დანარჩენი. მიშას მომხრეებმა რო არიარონ, რუსთაველზე იქნება სამი კაცი. ხო და უნდა დავტოვოთ ის სამი კაცი იქ? და სანამ ბოლომდე არ დაეცემიან, სანამ ბოლომდე არ ამოისურებიან ნეხში, სანამ ბოლომდე საკუთარ ნეხს არ შეჭამენ, სანამ ყველას არ დაიჭერენ, სანამ ყველას არ გააშიშულებენ, სანამ ყველას არ დაამცირებენ და მეტალო დეტექტორზე შიშვლებს არ გაატარებენ, ხოშტარია რო შეწუხდა რომ დაამცირეს. მანამდე ყველაფერი ეს გამოიაროს, რაც გამოვლილი აქვს მიშას. და რომ მოვლენ აზრზე, თუ მოვლენ აზრზე და მოეგებიან გონს, მაშინ გაერთიანდებიან მიშას თავისუფლების ირგვლივ. თუ არა და ის ხალხი, ვინც რეალურად ვართ რაღაცის გამკეთებელი და ვისაც რეალურად გვაქვს ძალა, რომ რაღაცას მივაღწიოთ და რაღაცა შედეგი დავდოთ, ისინი გავაკეთებთ ბოლოს საქმეს. როდესაც დადგება, რა ვიცი მე, საბოლოო და გადამწყვეტი მომენტი როდის დადგება. ტრამპი რომ მობრუნდება და რომ მაქსიმალურად რომ შეუტევს ქოცებს და ამ ქოცებს რო გადაყვებიან, ქოცებს უნდა გადაყვეს მთელი ეს სანაგვე. ეს ხოშტარიაში მოშტარია ყველაფერი. ეს არის სანაგვე. და რომ მოbrunდება მთლიანად თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია და რომ დაიწყებს უკვე საქართველოს საკითხის მოგვარებას, აი იმ მომენტში რეალურად საქმის გამკეთებელი ვინ არის და ვის შეიძლება ამერიკა რომ დაეყრდნოს, აი მომენტში უნდა დაგვინახოს ჩვენ ის ხალხი, ვინც რეალურად ვართ საქმის გამკეთებლები. და ამ ხალხმა ახლა იმაზე დრო არ უნდა ვხარჯოთ, რომ ხოშტარიას სიბეცეს ვუყუროთ, იმას ვუყუროთ, რომ ხოშტარია წყვეტს მიკროფონში რისი თქმის უფლება აქვს თუ არა და სალომებს ბოდვებს ვუსმინოთ. ეს არის ჩემი აზრი და რამოდენიმე საღად მოაზროვნე ადამიანის ჩემ გარშემო ასევე. მივცეთ გიჟებს ნება, იგიჟაონ, იხტუნაონ, დაიღლებიან და გაჩერდებიან. და რომ დაიღლებიან და გაჩერდებიან, მერე გამოვიდეს რეალურად საქმის გამკეთებელი ხალხი და გააკეთოს საქმე.
მოაშოროს აქაურობას საქოცეთი და მოაშოროს აქაურობას რუსეთი. მომავალ შეხვედრამდე. მე მქონდა 2019 წლიდან 21-მდე ცხოვრებაში ასეთი ორი მოკლე ეპიზოდი, რომ ვიყავი ლელოში და მე ცოტა ხანი დროაში და ხვალ მოვყვები როგორ მოხდა ეს და რა გავაკეთე ერთშიც და მეორეშიც. ჯერ ერთი რატო მივედი ან ერთში ან მეორეში და მე რა გავაკეთე ერთში ან მეორეში. და მე მიშას დაჭერიდან დაწყებული როგორ საზიზღრად იქცეოდნენ ერთიც და მეორეც და ლელოდან უკვე წამოსული ვიყავი რა თქმა უნდა რადგან დროაში ვიყავი და მე დროადანაც როგორ წამოვედი ხვალ მოვყვები ამას და დროას ბეცი აბსოლუტურად ბეცი ზონდერ სასტავი კოცებზე უარესები არიან. არიან კოცებზე უარესები. მომავალ შეხვედრამდე საქართველო იქნება დეოკუპირებული მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ისტორიული გამოსირება ჩვენ ერს მე მგონი არასდროს არ ქონია. არ ვიცი მე. თლიანად ჩვენი არსებობის ისტორიას რო გადავხედოთ მედეადან დღემდე ასეთი სრული გამოსირება ჯერ არ გვქონია. მაგრამ გადავლახავთ ამას. საქართველო იქნება დეოკუპირებული ერთიანი ძლიერი და შავი ზღვის მთლიანის თუ არა გარკვეული ნაწილის მეურვე, როგორც ადრე იყო მთლიანის.